საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე პროცესებს, რის შემდეგაც სამსახურებიდან ასეულობით ადამიანი გაათავისუფლეს, თელავში მოქმედი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აფასებენ. მათ დღეს ჩვენი კორესპონდენტი თამარ მოდებაძე შეხვდა. ნახეთ სიუჟეტი. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სხვადასხვა სამსახურებიდან 400-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს. ადგილობრივ ხელისუფლებაში მიმდინარე ოპტიმიზაციის პროცესს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველი პოლიტიკური ნიშნით დევნას უწოდებს და ამბობს, რომ საკადრო ცვლილებები კანონის დარღვევით ფარული და აშკარა ზეწოლის ფონზე მიმდინარეობს. ადამიანებმა, ვინც ამაზე რაიმე კომენტარი გააკეთა, ყველამ ესე აქტიურად შეაფასა ეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად ამ ადამიანების განთავისუფლება სამსახურიდან. არაერთი სიუჟეტი გავიდა სხვადასხვა ტელევიზიებში, არაერთმა ადამიანმა განაცხადა, რომ მას პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებენ სამსახურიდან, თუმცა ეხლა რაღაცა დღეს როგორც გავიგე, ჯერჯერობით არავინ არ გაუშვიათ სამსახურიდან, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ადამიანს აქვს განცხადება დაწერილი. ეს განცხადება ზუსტად გულისხმობს იმას, რომ აპირებენ ამ ადამიანების განთავისუფლებას სამსახურიდან. რო იყოს 1-ზე და 2-ზე სოფლის წმონებულზე საუბარი, შეიძლება გამართლდეს ის მათი მოსაზრება, რომ ვინმე ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას პირნათლად, მაგრამ აქ როცა არის საუბარი ყველა ადამიანის განცხადების დაწერაზე, აქ უკვე მიუნიშნებს იმას, რომ ამ ადამიანების ყველას მოშორება უნდათ და საკმაოდ დიდი რიგებია გამგეობასთან იმ ადამიანებისა, ვისაც დასაქმება ჭირდება და ალბათ შემდეგ დაასაქმებენ ამ ადამიანებს მათ თანამდებობაზე. რა თქმა უნდა, ეს ყოველად დაუშვებელია და ამაზე არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს უკვე აქტიურად. ტერიტორიული ორგანოს მართვის რწმუნებულების გათავისუფლების ფაქტებს დადებითად აფასებს მოძრაობა თავისუფალი საქართველოს კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მოსიაშვილი. მისი თქმით, აღნიშნული პროცესი ცენტრალური ხელისუფლების ჩარევის გარეშე მიმდინარეობს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დეცენტრალიზაციის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მოსიაშვილი მმართველ გუნდს თანამშრომელთა დასაქმებისთვის კონკურსის დაწესების ინიციატივასაც უწონებს. განსხვავებით წინა ხელისუფლების სulis პერიოდისგან, დღეს თვითმმართველობებში ხდება პროცესები ადგილზე. ეს არ არის ცუდი, ეს პირიქით კარგიც არის, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება არ ერევა და თქვათ არ ეუბნება, რომ მოადგილეთ ეს დანიშნეს, სამსახურის უფროსად ის დანიშნე და ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად. ადგილზე ხდება ყველაფერი, თქვენიც თუ ახლა კომისია შეიქმნა, კომისია იქმნება უпроსწორად და ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება მივიდეს და თქვათ თავისი თავი წარმოაჩინოს და შესაბამისად მიიღოს სამსახური. ეს არის ის პროცესები, რომელი პროცესი ჩვენ ქვეყანას გასავლელი აქვს. სხვა რაიონებისგან მეტნაკლებად განსხვავებით თელავში არ არის ხო ისეთი შემთხვევები, როდესაც არ ვიცი ვიღაც ნათესავს ნიშნავს, ნათესავის არ ვიცი მეზობელს ნიშნავს და კიდე სხვას. ეს პროცესები არის ძალიან ნორმალური. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ზურაბ ყურაშვილის თქმით, საჯარო მოხელეების თანამდებობიდან გათავისუფლება მათი მხრიდან დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობას უკავშირდება. მისი თქმით, ნებისმიერი კანდიდატი თანამდებობაზე 3 თვის ვადით დაინიშნება, რის შემდეგაც საკრებულოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღებას ნებისმიერი სურველი შეძლებს. როცა ნაციონალური მოძრაობა იყო აქ, ანიჭებდნენ სხვა შეხედულების ადამიანებს, ანიჭებდნენ, ინახამ დახრეტამდე მიყავდათ. რასაც ჩვენ მეთქა დაგვიფაროს მაგას აღშვებით. პირიქით, თუ განთავისუფლდა, ვინმე განთავისუფლდა, იმიტომ რომ თავის მოვალეობას ვერ ასრულებდა, ეს ერთი დანიშნვას რაც შეეხება, ყველა ადამიანი, მათ შორის მეც, დავინიშნები კონკურსის წესით. თუ გავიმარჯვებ კონკურსში, დავინიშნები თუ არა და ვინც გაიმარჯვებს ის დაინიშნება და ყველა ადამიანი სამსახურში მიიღება აი ესეთი წესით. ჩვეულებრივ თანამშრომლებს სამთვიანი იმით ნიშნავთ, რა ქვია, დროებით შეიძლება რომ დამიშნოთ 3 თვის ვადაში, 3 თვის ვადაში უნდა კონკურსი გაიაროს და ის გამოაცხადებს საკრებულო. წინასწარ გამოაცხადებს საფუძვლის მიღებას, წინასწარ იქნება გასაუბრება და მერე ჩატარდება კონკურსი. თელავის, ახმეტის, დედოფლის წყაროს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში თანამდებობიდან თითქმის ყველა ტერიტორიული მართვის ორგანოს რწმუნებულები გათავისუფლდნენ. ყველაზე მეტი საჯარო მოსამსახურე ახმეტის მუნიციპალიტეტში დაითხოვეს.